მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში უნდა ვენდოთ აუცილებლად საკუთარ თვალებს და ყურებს. ეხაც და ამას ვცდილობ ხო მეც რთული ვითარებაა ნამდვილად. ეხლა ნინო საუბრობდა მესმოდა სანამ ეთერში შემოვიდოდი რომ გულწრფელი იმედი გულწრფელი იქნება ნიკა ნუ თავდაობის გარშე ალბათ ქართულ პოლიტიკაში არიან ადამიანები შეიძლება ჩემზე მეტად გულწრფელები მაგრამ ნუ ერთ-ერთი ვარ რომელიც ნამდვილად არ უჩივი გულწრფელობას შეიძლება ეს უფრო რა ადვილი რომ არ არის ახლა ღიად საუბარი უფრო ამას გულისხმობ მე მის სიტუაცია რთულია და ამიტომ რაც არის ეს რა თქმა უნდა და ყოველთვის ვცდილობდა მომავალშიც ვიყო გულწრფელი როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში ასევე ნებისმიერ დონეზე ურთიერთობაში ადამიანებთან და თქვენი გადაცემაც არ მინდა რომ გამონაკლისი იყოს არის ბევრი საკითხი რომლის თაობაზე რა თქმა უნდა საქმის გულში ვართ არის საკითხები რომლის თაობაზე საქმის გულში არა ვართ განცხადებები რომელიც მესაკეთება მაგალითად ბატონი ხაჭაპურიძეს და სხვების დავწუხეთ იქიდან რომ არც მაგ უბრალოდ ნაცნობობაც არ მაკავშირებს მე და თითქმის არავის ბატონ შალვა ხაჭაპურიძესთან არც კი ვიცი ვინმე თუ იცავს ნაციონალურ მოძრაობიდან ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს უბრალოდ ერთი რამ ცხადზე უცხადესია თითოეული ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლის აქტიური ოჯახის წევრის რომლებიც განსხვავდებიან ძალიან 2022 წელს ერთმანეთისგან და ეს ჯგუფები არის მრავალი აერთიანებს ამ განსხვავებულ ჯგუფებს ერთ-ერთი საერთო ინტერესი რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის მდგომარეობა მე პირადად როგორც ერთი ადამიანი როგორც პარტიის თავმჯდომარე რა თქმა უნდა ვისურვებ რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად არ იყოს ტყვეობაში და იქნება ეს ვირვამედი თუ ციხე რა მნიშვნელობა აქვს ტყვეობა 4 კედელში ხარ იქაც გამოკეტილი და აქაც ხო განსხვავება არის მცირე რომ უბრალოდ ციხეში თუ ნარია საავადმყოფოში საწოლია და სკამი თუ დაჭედებულია ციხის საკანში აქ სკამი არ არის დაჭედებული სხვა მხრივ აბსოლუტურად იდენტური პირობებია ხო ფანჯარაც კი არ იღება მის პალატაში თუმცა აი რო დავუკვირდეთ ნიკა რო თქვით არ ვიცნობ ხაჭაპურიძეს ვინ იცნობს ხაჭაპურიძეს და რანაირად არის მოხდილი ამ ფაქტია რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილი თანხმედრაშია იმასთან რომ ის იყოს მისი ადვოკატი ხო მე ვისურვებ რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება სწრაფად არა მარტო მე იყოს გათავისუფლებული სამკურნალოდ გადაყვანილი ეს ნაბიჯები ამ ყველაფერს ემსახურება აი ხაჭაპურიძის ჩართვაც უბრალოდ შესაძლებელია ხომ ანუ წინააღმდეგობრივი ბატონ შალოს მხრიდან გარკვეული ну პრეტენზია კი არა შენიშვნებიც გამოითქვა უფრო კორექტულად რო ვთქვა ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის მიმართაც რომ აი მარტო ჩვენ ვაქტიურობთო და რაც იქტრიალებს სულ რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა მაგრამ დანარჩენები ჩვენ განცხადებებიც არ გეცდებაო და იმასაც კი ველოდიო რომ ამ ჩვენი განცხადებების შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ აი პლაკატებს აიღებდნენ ხელში და მოვიდონდნენ და დაიწყებდნენ გაპროტესტებას ჩემს აზრით აი ამ ტიპის განცხადება უსვარგებით არ არის კორექტული, არ მინდა არანაირად ოდნავ მაინც კონფრონტაციაში შევიდე მასთან, მიმაჩნია რომ მას თუ აქვს რესურსი ნებისმიერი გზით მოახერხოს მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან მისასალმებელია ჩემს მხრიდან, უბრალოდ მან ნაწილობრივ მე არ მქონდა შესაძლებლობა თაყვანმედემნები, ნაწილობრივ როგორც იურისტმა არის საუბრო, როგორც პოლიტიკურმა მიმოხილველმა და შეფასებები გააკეთა პოლიტიკური პარტიის შესახებ. ხო, ნუ პოლიტიკოს მოკლედ ძალიან წინააღმდეგობრივი რეპუტაციის ადამიანი არის. მოდით ასე ვთქვათ რომ ეს ხო არ გეტყვით. ამ ადამიანების რეპუტაციას თავი დავანებოთ ნიკა მარტივია. მიხეილ სააკაშვილის სურვილის გარეშე არც ერთი მათგანი ამ განცხადებას არ გააკეთებულა. ეს განცხადება ხო დღეს არ გაკეთებულა, ერთი კვირა აკეთდება, ნაკლებად ექცეოდა ყურადღება, მაგრამ მას შემდეგ რაც ედვარდ სააკაშვილის განცხადებები მოყვა ამას ყველაფერს და ასე შემდეგ, მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი არაფერს ამბობენ ისეც, რისი წინააღმდეგიც არის მიხეილ სააკაშვილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი მზად არის და მიღებულია გადაწყვეტილება ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება. იცით რა, მე პირადად იყო თუ არა რაიმე კონსულტაცია? მე მასთან რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა უკანასკნელი 10 დღის გამოკლებით, მქონდა სხვადასხვა მე იცით რომ არ ვარ
მოქმედი დეპუტატი შესაბამისად შესუსუფლება არ მაქვს, მაგრამ სხვადასხვა წყაროთი, რა თქმა უნდა, მე მასთან საშუალებებით ქონდა კომუნიკაცია. უბრალოდ ეს ვითარება, რომელიც შეიცვალა უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში, ყველაფერს მივესალმებ. რახან ეს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და ჩვენთვისაც ძვირფასია მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რა უფლება მაქვს მე, რომ წუნი დავინახო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხედავდი ამ წუნს და არა მარტო მე, ხო? ყოველ შემთხვევაში აქამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ვინც იყვნენ, მე პირადად ყველას ვიცნობდი, არა მარტო მე. და მქონდა ჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია. ბატონ შალო ხაჭაპურიძესთან დაკავშირებით ეს განსხვავებული შემთხვევა არის. პარტია ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილი ტოვებს, ქართულ პოლიტიკას ტოვებს, ჩემ პირადად მოგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მოინდომოს, ბუნებრივია, ეხა პოლიტიკურ პროცესებს ვერ და არ ჩამოშორდება ეხა, მაგრამ აქვე აკეთებს ბატონი ხაჭაპურიძე განმარტებას, რომ პოლიტიკას ბატონი სააკაშვილი არ ჩამოშორდება, მაგრამ ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას, მაგრამ რჩება უკრაინულ პოლიტიკაში. მაგრამ ჩვენ ვიცით რა კონტექსტში გვიწევს ეხა არსებობა, ხო? მე გადაჭარბების გარეშე ვამბობ და მჯერა ასე. სადღაც დაახლოებით 1919 წლის დასაწყისში 1919 წლის 1920 წელს ვართ. 1919 20 წლის ქართველები ვართ, რომლებმაც ან უნდა შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ქვეყნის, ან დავკარგოთ 1 წელიწადში ან 2 წელიწადში. ხო, 20 დავკარგეთ სამწუხაროდ 1921 წელს. ამიტომ ეს ბრძოლა არ არის სახუმარო ბრძოლა, ეგზისტენციალური ბრძოლა არის, ისტორიული ბრძოლა არის, ბრძოლა, სადაც ჩვენ წაგვართვეს უფლება დამარცხების და ვინ წაგვართვა? ისტორიამ წაგვართვა ეს უფლება დამარცხების. რატომ? იმიტომ რომ დამარცხება ჩვენი ყველასი და უამრავი თქვენი მაყურებლის ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მრავალი წელიწადი შეიძლება ვერც ვიოცნებოთ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოზე და დამოუკიდებლობაზე. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, როცა ვითვალისწინებ ოლიგარქიის არსებობას, არაფერს არ გამოურიცხავ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეჭვიანობა ჩვენი პროფესიის ნაწილი გახდა, როგორც ჟურნალისტების, ასევე პოლიტიკოსების და არა მხოლოდ. მაგრამ თავშივე რა თქვი გავიმეორებ. მე მივესალმები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან, ტყვეობიდან დახსნას კი, მკითხავთ, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი გზით, ნებისმიერი ადამიანის ჩართულობით, ადამიანების ჩართულობით, კი ბატონო, ვინაიდან ეს არის მისი ნება და ეს არის მისი არჩევანი. აუცილებელია ხა. ბატონი ხაჭაპურიძე ვერ ხედავდა იმ აქტიურობას ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, ნაციონალურ მოძრაობა ბოლო წლების განმავლობაში მართლაც თუ რამეს ვაკეთებთ, ვართ ბრძოლის ველზე და თავდავლობის გარეშე ასევე ბევრი რამ მოვახერხეთ, ბევრი რამ ვერ მოვახერხეთ, მაგრამ 2014-15-16 წლები მე პირადად აი ახალბედა პოლიტიკოსი ვიყავი და მახსოვს ის ძალიან რთული პროცესი, როდესაც პრაქტიკულად მარტო ვიყავით ოპოზიციურ ველზე, იქ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია რეალურად არ არსებობდა გარდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტიისა და მას რა დაემართა ის ჩემზე კარგად იცით და დიდი ალბათობა იყო ჩვენი განადგურების, ხო, გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ეს ვერ მოვახერხა ბიზნესში და შესაბამისად ჩვენი ამ ბრძოლით სხვა პოტენციურ მომავალში ოპოზიციურ პარტიებსაც შემოუნახეთ სივრცე ველზე, რომელიც გაუდაბნოებასაც აპირებდა ბიზნესში, ამიტომ ასეთი აგდებული საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე, ნაციონალურ მოძრაობა რას აკეთებს და ნაციონალურ მოძრაობა სად არის და ბატონი შალო ხაჭაპურიძესგან ჩემთვის არის მიუღებელი. ნიკა, ესეთი შეკითხვა მაქვს. აბსოლუტურად მესმის ეს მიუღებელია. ხო, ესე იგი, თქვენ როგორც პარტიის ლიდერს გაქვთ თქვენი ხედვა პარტიის განვითარების იქნება ეს თუ კონკრეტულად მაგალითად რადგან ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი სააკაშვილის გათავისუფლების საკითხთან მიმართებით. მაგალითად მე მოვისმინე თქვენი გამოსვლა, სადაც ამბობთ, რომ ოლიგარქიის დამარცხების გარეშე ანუ ივანიშვილის დამარცხების გარეშე ნაკლები შანსია სააკაშვილის გამოშვების, ხო, დაახლოებით ასეთი ფორმულირება იყო, ანუ უნდა დამარცხდეს უნდა დამარცხდეს. ხო, უნდა დამარცხდეს ივანიშვილი და შემდეგ გამოვა სააკაშვილი. გამომდინარე იქიდან ნიკა ამერიკელი პარტნიორები ყავს გადაგდებული ბიძინა ივანიშვილს და შარლ მიშელი პირადად და ევროპარლამენტარი არ დატოვა, რო არ მოატყუოს და ხა თუ თქვენ გუწფელობის ფარგლებში ვარ ისევ, რომელიც დროდადრო შეიძლება საზიანო ხდება ჩვენთვის, მაგრამ მირჩევნია.
ნამდვილად. და თუ ვინმე ხამე დაამარწმუნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შალვა ხაჭაპურიძეს არ მოაწყვიდებს, ხო? აი აქ მხოლოდ გამიხარდება. შეიძლება აქედან გამომდინარე, ანუ მაშინ დავასრულებ ზუსტად მივდივართ, ესე იგი, რასაც ვამბობ იმაზე პასუხამდე. ესე იგი, გამოდის ესეთი რამ. თქვენი ხედვის მიხედვით სააკაშვილი გამოდის იმ შემთხვევაში, თუ კი ივანიშვილი მარცხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით ივანიშვილი როდის დამარცხდება, ეს იქნება 2024 წელს არჩევნებზე, თუ მანამდე მოხდება რაიმე. ასევე გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, რაც ექიმებს, ანუ მის წარმომადგენლებს ერთ სიტყვით გამოაქვთ კლინიკიდან და გვეუბნებიან, რომ არ იცვლება მის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. რადგან თქვენ ამას ამბობთ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ქონდა კი მას სხვა არჩევანი, გადარჩენილიყო ფიზიკურად, გარდა იმისა, რომ მოეძებნა რაიმე სხვა გზა. ეს ამ გზას შეიძლება ახლა ხედავს აი იმ ჯგუფში, რომელსაც წარმოადგენს ხაჭაპურიძე, აქტიურობს ბატონი ვალერი გელბახიანიც, ხო, ანუ მაინტერესებს ჯადოსნურ შესაძლებლობებზე ხო არ არის? აქ არის უბრალოდ არხი, აქ თავარი ჩემი აზრით ას გასარჩევი არა პერსონები ხაჭაპურიძის. არამედ ის თუ რაში შეიძლება რა იყოს მოლაპარაკების საგანი, რაში იცვლებოდეს თავისუფლება. ეს არის საინტერესო რა და ალტერნატივას რა აქვს შესათავაზებელი სანაცვლოდ ამ მომენტისთვის სააკაშვილს. ეს არის მესმის, ესე იგი, არა მისა ნიკარის რა მინდოდა მეკითხა. ანუ ალტერნატივას ხედავს აქ, იმიტომ რომ პარტიის ხედვაში, ან თქვენს ხედვაში მან ვერ დაინახა მისი გარეთ მალე გამოსვლის შესაძლებლობა. აი მაინტერესებს რატომ ვერ ხერხდება ის, რომ რაიმე კოორდინაცია გქონდეთ ამ ჯგუფთან. და იყოთ საქმის კურსში, აი რა კეთდება საერთოდ და კიდევ ერთი საკითხი, რამაც გაუგებრობა გამოიწვია, თქვენ თქვით, რომ ეს ადვოკატების სტრატეგიაა. ანუ რას ნიშნავს ადვოკატების სტრატეგია? ანუ მიდის ეს კაცი ქართული პოლიტიკიდან თუ არ მიდის? აი ამაზე მაყურებელმა სწორი პასუხი სად მოიძიოს? ციტა, მე მეშინია რომ არ დავემსგავსოთ იმ გუშაკს, რომელსაც მთელი ღამე ძალიან ხიზლად უჭირავს თავი. ძალიან ხიზლად უჭირავს თავი და გადაღლილს ბოლოს ისეთ მომენტში ჩაეძინება, როდესაც ძილი სამედიცინო და სიფხიზლე ყველაზე აუცილებელია. იმდენი ხანი ვიძახეთ წლების განმავლობაში, რომ ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია და ხშირ შემთხვევაში ეს იყო ნაწილობრივ სიმართლე, რომ ჯერ არ იყო ბიძინა ივანიშვილი აგონიაში, მაგრამ დღეს ნამდვილად არის უმძიმეს მდგომარეობაში, მისი რეჟიმი მთელს თავისუფალ სამყაროს კუთხეში ყავს მომწყვლეული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აი ახლა, როდესაც ყველაზე მაღალია ალბათობა, რომ ქართველი ერი ყელში გაიმართოს, არ გამოვტოვოთ ეს მომენტი და ხიზლად ვიყოთ. ეს ბიძინა ივანიშვილი ჩემზე კარგად იცის, რომ მას მის პარტიას რეგენერაციის უნარი, რომ ძალები აღიდგინოს, ფორმაში მოვიდეს, არა აქვს. ბუნებრივია ის ცდილობს და ფიქრობს გამოსავალზე, რა შეიძლება გაკეთდეს და ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც მას ზოგში სუნთქავს წლების განმავლობაში და ნაცვლად დასუსტებისა პირიქით ხდებოდა და ძლიერდებოდა, შემთხვევით ხო, ეს ხლა ხო არ არის ეს მომენტი და განცხადებები, რომელიც მე მესმის, ხო, არ გამოურიცხავ, რომ ამ ყველაფერსაც ემსახურებოდეს რამდენიმე ადამიანისგან უცნაური განცხადებები მესმის. ჩემი ხედვა არის ისეთი, როგორიც არის და ამას მე უზიარებ ათასობით პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წევრს და ამორჩევას, იმიტომ რომ ჯერ ამ ყველაფრის მე არ მჯერა, რომ ჩვენ მტერს დავამარცხებთ იმით, რომ მტერს საკუთარ თავს შევაცოდებთ. ერი არის ამ შემთხვევაში ქართული პოლიტიკიდან და გამიშვი ციხიდან. ეს არის სააკაშვილის შეთავაზება ივანიშვილისადმი? და ადამიანური გადმოსახედიდან მე მიხეილ სააკაშვილის გარეთ ტყვეობიდან ყოფნა არ დავფიქრდებოდი და მოვაწერდი ხელს. და ედუარდ სააკაშვილის გადაცემას უყურე და მის მდგომარეობაში როგორ შეიძლება არ შეხვიდე, ხომ?
და სწორად მის ადგილზეც მე იგივე ენერგიას აბსოლუტურად დასაგებია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ვის ვესაუბრებით, ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრებით, ხო? ადამიანს, რომელსაც არაფრად აღარ მიაჩნია არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი, არა და იგივე მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან დაკავშირებით, ძირითადად ჩვენ ვეიმედოთ და ჩვენი პარტნიორი, ხო? ვახომ რაც იკითხა, აი ძალიან საინტერესოა ეს კითხვა, რატომ ვერ ხერხდება კოორდინაცია, თუნდაც რასაც თქვენ უწოდეთ სტრატეგია, ხო? კოორდინაცია ვისთან, ბატონ ხაჭაპურიძესთან? მიხეილ სააკაშვილთან, არა, მიხეილ სააკაშვილთან. მე ჩვენ ველოდებით, მიხეილს არა, ველოდებით, მიხეილს ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა შეხსენებისთვის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას. ეხლა ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია, ხო არ მოგატყულებთ ნაციონალურ მოძრაობისთვის და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, იმიტომ რომ სივრცეები სულ უფრო და უფრო მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმის და დეპრესიული ბაცილების უხვად არა მათ უხვად რაც ხდება თქვენ მხარდაჭერთა შორის, ხო? პარტია ნაციონალურ მოძრაობას, რომ სხვადასხვანაირი ჯგუფები ყავს, მხარდაჭერების ეს სიძლიერეა ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძირითადი იდეა, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული ამ ქვეყნის გამოყვანა მოჯაოდებული წრიდან და მე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პარტია დააღალატა და პარტიამ ვერ გამოიყვანა, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ციხიდან გამოეყვანა და ახლა აკეთებს. ეს არის ხომ კონტექსტი და ეს ყველაფერი არა. გინო, აი აქ უკვე არის ზიანი. რომ დავაზუსტოთ, ბატონი გელბახიანი ამ თემას უფრო ფრთხილად უდგება და მან რამდენჯერმე გაიმეორა სააკაშვილის გზავნილის შემადგენელი, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ არავის მიმართ არ აქვს პრეტენზია, რაც გააკეთა ნაციონალურ მოძრაობებმა თუ სხვებმა ამის გამო მადლობელია, უბრალოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არის ისეთი, როდესაც მას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება აქტიური პოლიტიკიდან ჩამოშორების თაობაზე და ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების თაობაზე. აი ეს არის მცირე განსხვავება ამ შემთხვევაში. მე უკვე ეს ადვოკატები, როცა სხვა კითხვებს დაუსვამენ, რა ტიპის პოლიტიკურ ანალიზში შევლენ, შეიძლება ეს საინტერესო იყოს, მაგრამ თავად სააკაშვილი რასაც. რა თქმა უნდა, თქვენთვისაც, ჩვენთვისაც პირველ რიგში მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და მისი დამოკიდებულება, უბრალოდ ის რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არაკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ისნევა მის წისქვილზე. ახლა თუ რაც არის არ ვიცით ნაწილობრივ პირდაპირ გეუბნებით. საკლების ზიანის არ ვიცნობთ ადამიანს ბატონ შალვა ხაჭაპურიძე და ხო არ მოგატყულებთ ეხა. გაიცა. ამ განცხადებების შემდეგ ახლა გითხრათ რომ სურვილი მაქვს მისი გაცნობის ნაკლებად ვიქნები და აი სააკაშვილი, ანუ როდის გეცოდინებათ თქვენ პირადად სააკაშვილს? ჩვენ ასე უნდა ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ერთ-ერთი მათგანი შევა ზეგ და მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრ თვალსაზრისით ადეკვატურად და არ მინდა ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე იმ პროცესს ხელი შეუშალო ნებსით უნებლით, რამაც შეიძლება არის რამე გარემოება მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ. აი რატომ უნდა დაუჯეროს ნიკა მაგალითად ივანიშვილმა სააკაშვილის სიტყვას, ანუ არის რაიმე გარემოება, სწორად ამიტომ ჩემი ხედვით მექანიზმი რის გამოც ის ამას გააკეთა ავტოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ოლიგარქს თქვენს გადაცემაშიც ხშირად საუბრობენ და მithქვია და მეც ვიტყვი ეკონომიკის 40% აქვს, ხო? ყოველი 2.5 ლარი რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს მისია, ხო? ოლიგარქიული რეჟიმი, ავტოკრატიული რეჟიმი, ნუ არ არსებობს სხვა მექანიზმი პოლიტიკური პატიმრების განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის გახსნის. ჩემი ხედვა ასეთია, გარდა ამ ოლიგარქიული და ავტოკრატიული ხელისუფლების დამარცხების. ნიკა, ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული შენ მიყვები იმ ხას რომ რამე პირობა შეიძლება გქონდეს მიცემული დაუშვათ ივანიშვილს და არ შეასრულე და ასე შემდეგ. ეხლა მე გეტყვი ჩემს ვერსიას ამ შემთხვევაში თავად ახსენე ადვოკატების სტრატეგია, ხო? ჩემი ვერსიით ადვოკატების სტრატეგია, რომლის ნაწილიც მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოხატული ეს საჯარო პოზიცია, რომ ის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირდება, მოდის გარკვეულ თანხმედრაში 12 პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალთან დეპოლარიზაციის ნაწილში. მიხეილ სააკაშვილი ამ
თანაბიჯით გარკვეულ ამ გადაწყვეტილებით ნაბიჯს დგამს დაუშვათ ევროპელებისა და დასავლეთის მოთხოვნების მიმართულებით ამბობს რომ კაიზმაო მე გავიწევი ქართული პოლიტიკისგან თუკი პოლარიზაციაზე ლაპარაკი მე ჩემს ნაბიჯს ვდგავ ეხლა თქვენ მოდით და ბიძინა ივანიშვილზე მოვახდინეთ გავლენა რომ მე გამიშვას ხო მივდივარ არა ბიძინა ივანიშვილისთვის ჩემი სიტყვა ნათქვამი დასავლელ პარტნიორებთან იყოს გარანტია რომ ნამდვილად შევასრულებ ამ მოცემულობას და ქართულ პოლიტიკაში არ ჩავერევი თეორიულად ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია სულ რომ მართლა სადმე იჯდეს და არაფერი აკეთოს მისი არსებობა თავისთავად ცოცხლად ღმერთმა კარგად ამყოფოს ყოველთვის იქნება ფაქტორი ამ შემთხვევაში ქართული პოლიტიკისთვის მაგრამ აქტიური ფორმალური ჩარევისგან თავი შეიკავებს და ეს არის შანსი ალბათ რომელსაც ისინი ხედავენ რომ გამოყენებული იყოს ზეწოლისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნის პარალელურად სამართლებრივი მექანიზმი ამუშავდეს და დასავლეთის ზეწოლით რამენერად მოხერხდეს მისი გამოყვანა და გაყვანა საქართველოს. აი მე ასე ვხედავ ამ სტრატეგიას. ამაზე მე თქვენ ვერ კითხავთ ეს 100-ია თუ 100 არ არის, იმიტომ რომ ასე რომ წიყოს ამ სტრატეგიის საჯაროდ განთქმა არ იქნებოდა მაინც ან მე ხელი მოუმართოს ბაჩოვის პროფესიული ხელიც მოუმართოს ბატონ ადვოკატებს ამ საქმეში ვეცდები ისე ვისაუბრო რომ მათ არ შეეხოს ჩემი საუბარი მაგრამ მე არ მჯერა და ამაში ვარ დარწმუნებული ბიძინა ივანიშვილის ალტრუიზმის ეს ერთი მეორე გამორიცხულია ამ ქვეყანაში და მინდა თქვენს გადაცემაშიც ამ საკითხს მეპია და წერტილი დაუსვა კითხვაზე პოლარიზაცია, დეპოლარიზაციის პროცესი. შესაძლებელია დასრულდეს პოლარიზაცია, შეუძლებელია დასრულდეს პოლარიზაცია ბიძინა ივანიშვილის პირობებში. არ დასრულდება და მე არ მინდა მოვატყუო თქვენი მაყურებელი. არ დასრულდება პოლარიზაცია. გამორიცხა მხოლოდ გაღრმავდება პოლარიზაცია და რატო? ვინაიდან პოლარიზაცია არის ორ მხარეს შორის. ერთ მხარეს ვართ ყველანი ჩვენ ქართველები, სხვადასხვა ნაერები, მაგრამ ერთი იდეით, ევროპული იდეა. მეორე მხარეს არის მიტაცებული ხელისუფლების ავტორი და სულის ჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მიათრევს ყველას და ყველაფერს იმპერიულ წიაღში. და ჩვენ გვინდა რომ წავიდეთ დასავლეთის წიაღში. და ბუნებრივია არის ეს ძალიან განსხვავებული კონტრასტი, ღირებულებითი, იდეოლოგიური. და როგორ არ იქნება პოლარიზაცია? იქნება და უნდა იყოს კიდევაც. და პოლარიზაცია იმ შემთხვევაში არ იქნება, თუ ერთი მხარე დამარცხდება ჩვენი მხარე, აუცილებლად აღმოიფრება პოლარიზაცია. და დამარცხდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ამ გზაზე აღმოიფრება პოლარიზაცია. ანუ ან ჩვენ უნდა ვთქვათ უარი ევროინტეგრაციაზე მაყურებელში, ან ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას რუსეთთან ინტეგრაციაზე. ჩვენ ფრაზას მაგალითად ევროინტეგრაცია ყოველ დღის განმავლობაში ბევრი ჟურნალისტი, ბევრი პოლიტიკოსი იყენებს, მაგრამ აი რუსეთთან ინტეგრაციას რეალურად ნაკლებად, ხო? და ეს ამ ადამიანების ინტერესი მეორე მხარეს თუ არის ეს. ამიტომ აქ ფრე არ იქნება, არ დაფიქსირდება დასრულდება პოლარიზაცია ამაში დაგეთანხმებით, მაგრამ ერთ-ერთის დამარცხების შედეგად. პოლარიზაციაში უფრო ურთიერთობის რაღაც ფორმატის შესვლა მგონია გულისხმობ რომ რაღაც არა ფართო გაგებით ხო თორე და ამიტომაც ხო არ ვეთქვი ფართო გაგებით გიორგი არ დასრულდება პოლარიზაცია თავისი თავი რაღაც მაპოპულარიზებენ ფაქტორად უნდა აღიაროს და ამით რა არა არიან ადამიანები ვისთვისაც პოლარიზაცია სხვაგვარადაა დანახული მაგალითად ორი განსხვავებული ჯგუფი წავიდეთ ცხარეთ უდესაც გამათობს ან ჩხუბობენ ან ერთი თავს ესხმის და ესეთი ვინ არის ხო ჟურნალისტი ესხმის პოლიტიკოსი ესხმის ეს პოლარიზაციის ნიშნები ეს არის კონკრეტული დანაშაული რომელიც უნდა ისჯებოდეს და პოლარიზაცია იდეოლოგიური იქნება როგორ შემოხდა მოხდა ნიკა ესე იგი რაღაც პრობლემა არის რა რაღაც პრობლემები შეინიშნება კი ბატონო და რაც შეიძლება როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია კი არა ოპოზიციის ბრიუსელში როდესაც ვიყავი ბოლო ვიზიტით არ ყოფილა იქ გეთანხმებით არც ერთი შეხვედრა სადაც ერთ-ერთ საკითხად არ წამოჭრილი იყოს პოლარიზაციაზე ეუბნებით რომ არ გამოვა იმ არგუმენტ რასაც ახლა ვსაუბრობ ხო და სხვა კიდევ არგუმენტებით მე არ მქონია შეხვედრა შეხვედრის ბოლოს ეს არ მოეწონებოდათ ეს პასუხი არა ეს პასუხი არ ყოფილა შეხვედრა როდესაც ვერ დაგვეწმუნებია მეორე ქართული როცა თავის რესურსს ამ მიმართულებით მუშაობდა ბუნებრივია კონკრეტული კითხვა ისება ვართ აგე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თავმჯდომარე მეგობრები რა გავაკეთებთ იმისთვის რომ აღმოიფრქვას პოლარიზაცია ხო ამაზე პასუხი ანუ
არ არის, როდესაც ადამიანს ხვდები, ხა ცალკეული ადამიანებიან თუ დააკვირდებით, მხოლოდ ხა შემორჩენილი ჩვენ პარტნიორებს შორის, ვისაც ეს საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურად მიაჩნია. და მე არ მინდა იმედად ვიყო ციური მანონების, ვახო. და მოწყალების იმედზე ვიყო ბიძინა ივანიშვილი, თუნდაც წენეხის თანახმად. კი, რას გთხოვენ თქვენ ახლა? ხო არის ნაწილი ამ უმრჩევლების გარკვეული ჯგუფი, რომელიც თქვენ გაკრიტიკებთ, ხო, თქვენივე პოლიტიკური პარტიის. თქვენ როგორ აღიქვამთ, რა უნდათ მათ თქვენ? რა თქმა უნდა, რაც რას გსაყვედურობთ ყველასთვის არის გამარჯვების ჟინი, რომელიც ამოძრავებს ბევრ ადამიანს, უმრავლესობას და მიაჩნიათ, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო უკვე დამარცხება ბიზნესის. ორი კომპონენტია, აი სააკაშვილთან დაკავშირებით რას გთხოვენ და მე ზოგადადაც ესეც. ნუ აქაც ვიცავს და გავიმეორებ, ეხლა როდესაც თქვენ ვარდება შენი თანამებრძოლი ამ პარტიის დამფუძნებელი და ეს თავისთავად არის უკვე ისტორიული უსამართლობა, ყველაფერს რომ შევეშვათ, ისტორიული უსამართლობა არის. ნუ არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი იქ სადაც არის, არ უნდა ყავდეს ბიძინა ივანიშვილის ტყვედ. თუმცა რაიმე რეცეპტი მზა იმისა, რომ ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი შეიძლება გაწერილ ვადაში გეგმის მიხედვით დაიხსნა ტყვეობიდან და გაათავისუფლო, ეს არის შეუძლებელი და არ მინდა არავის მივაყენოს შეურაცხყოფა ჩემი ფუჭი დაპირებით, ხო? შეუძლებელია. შეიძლება ზეგ, მაგრამ შეიძლება როდესაც პატიმარი იყოს და ტყვედ ჩავარდნილი ჯანმრთელობა შელახული ადამიანი შეიძლება დროში გაიწევს. ანუ თქვენ ვერ დაგეგმავთ ახლა იმას, რომ საავადმყოფოს დაეცეთ ამაღამ და გაათავისუფლოთ სააკაშვილი. ამას ვერ იზამთ, ხო? ფიზიკურად ამ უმრავლესობა ადამიანებისა ჩვენი ხარდაჭერების, რა თქმა უნდა, საღად აფასებენ რეალობას. ნუ არიან ადამიანები, ვისთვისაც ბუნებრივია ორმაგი ტრამვა იყო მიხეილ სააკაშვილის ხილვა ციხეში მთელი 10 წლის განმავლობაში მათ ეიმედებოდათ იმ ნანატრი დრისა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდოდა და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ რეჟიმი დამარცხდებოდა, რომ რეჟიმი შეიცვლებოდა დემოკრატიული ძალებით და როდესაც სამწუხაროდ ეს ყველაფერი ვერ მოხდა, დამატებით ფრუსტრაცია მოკლედ დაიპყრო ასეთი ადამიანები და შესაძლებელია ემოცია უფრო ჭარბობს ვიდრე რაციონალიზმი. ეს ხელვა იმასთან დაკავშირებით, ანუ თქვენი პარტიაც, ადვოკატებიც, ყველანი ამდენი ხნის განმავლობაში ამ ხალხს ეუბნებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ვახო. ანუ მათი მოტივაციით ვიტყვი ახლა, რომ ანუ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, ესე იგი რაღაცა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის სწრაფად გამოვიყვანოთ და თქვენ როცა თქვენი ხედვა შესთავაზეთ, რომ სანამ ივანიშვილს არ დავამარცხებთ, მანამდე სააკაშვილს ვერ გამოვიყვანთ, ამ ადამიანებში აღძრავს გარკვეულ შეგრძნებებს, რომ სააკაშვილი შეიძლება დაიღუპოს. მაგრამ ამიტომაა ჩემი აზრით ჩვენ ხელყინულზე დავდივართ, მესმის ეს ყველა გამოწვევა არსებობს, უბრალოდ მე მირჩევნია, რომ წარესიმართლე დღეს ჩემ თანამებრძოლს ვუთხრა, ვიდრე ფუჭად დავაიმედო და მართლაც თუნდაც თვეების შემდეგ სამართლიანად უკვე გამაკრიტიკოს. რა უნდა გაკეთდეს? ახლა ერთი იგივეს კეთებით, ერთი იგივე შედეგს ვიღებთ. ანუ სხვა გზა ავირჩიეთ. შეგიძლიათ მითხრათ, აი რა სააკაშვილის გარეთ გამოყვანისთვის. აი ჩამოუთვალოთ თქვენს აუდიტორიას, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, რომ თქვენ რამე გაკეთეთ. ვისაც ეჭვი ეპარება, ყოველ შეეპარება ეჭვი. ვისაც არ უნდა თქვის დანახვა, ყველაფერი გააკეთეთ, რაც თქვენს ხელთ იყო. პირველ რიგში, ნუ ახლა უამრავი ცდელობა იყო, რომ ვითარება გადაგვეტეხა ნოემბერ-ოქტომბერში. უამრავი ცდელობა იყო და ეს ცდელობა უკავშირდებოდა დემონსტრაციებს და ქუჩის წენეხით შეკუმშვას ივანიშვილის რეჟიმის. სამწუხაროდ ჩვენიც მაშინ მოჯადოებული წრე ვერ გავარღვიეთ. ეხლა თავი დავანებოთ და არ მინდა ხა ვისაუბროთ რამდენად გზად აღმოჩნდით, რამდენად ჩვენ საზოგადოება და ასე შემდეგ, ხო? ნუ მიკანახა გამოცდილებამ უნდა გადავეწყოთ და ბრძოლის სხვა ბაქანზე უნდა გადავიდეთ და გზად ვიყოთ
ისტორიული საბოლოო პოლიტიკური ორთაბრძოლისთვის. ზად უნდა ვიყოთ. როგორც ლოგიკა სააკაშვილის ციხეში არის. მაგრამ ნახეთ, ჩვენ თუ მარცხდებით, პრობლემა როგორ არ არის? პრობლემა არის შემაკავებელი ფაქტორია, ემოციურად დამანგრეველია პოლიტიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ შეიძლება ხან ნორმალურად გძნობდით თავს თან ერთი მხრივ ებრძოდე ოლიგარქს, მეორე მხრივ პოლიტიკური პატიმარი დასახდელი ყავს, ნიკა ვარამია მოგვიანებით დაემატა და ამავე დროს ფიქრობდი პარტიის განვითარებაზეც და ახალი ამორჩევლისა და მხარდაჭერების მოზიდვაზე. ერთდროულად რამდენიმე ამოცანა აქვს ამ პარტიას და ამ პარტიის აი ამ კონტექსტში თავმჯდომარე ვარ მე, არ შემიძლია და არ მაქვს უფლება მხოლოდ ერთ მიმართულებაზე კონცენტრირდე, რაც არ უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ ამ ერთი ამოცანის გადასაჭრელად, ხო, მნიშვნელოვანია სხვა კომპონენტებიც წესრიგში მოყვანა. ახლა ნაციონალურ მოძრაობას მრავალრიცხოვანი ამორჩეველთა არმია ყავს, იცით ხო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პასიური ამორჩევლები არიან და ნორმალურია, მხოლოდ არჩევნებზე დადიან. ჩემი ამოცანა ერთ-ერთი არის არა მხოლოდ ახალი ხარდაჭერები მოვიპოვო, ხო, რომლებიც ველზეც გადგებიან შენ ბრძოლისას და არა საარჩევნო ყუთთან. ხო, და ამავე დროს ნაციონალურ მოძრაობის პასიური ამორჩეველის ნაწილი გადავიყვანო აქტიურ ფაზაში. და 20-24 და 3 ივლისმა ივნისისა და ივლისის ზაფხულის აქციებმა ერთი სიტყვით მე რა დამანახა და არა მარტო მე რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობის თუკი აქტივისტები გამოდიოდნენ მხოლოდ პარტიულ ღონისძიებებზე აქციებზე ხო ამ შემთხვევაში უკვე წამოვიდა ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი რა ძალიან განსხვავებული მოცემულობა ანუ პარტიას აქვს ამორჩეველიც და აქტივისტის რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან ნინო ეს ბევრმა შეიძლება არ იცოდა არ მიუქცევი ყურადღება აბსოლუტურად განსხვავდება. ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ ყველაფერთან ერთად ვარ კი ბატონო პოლიტიკოსი ვარ კი ბატონო ბრძოლის ვაზე მეგობრებთან ერთად მაგრამ ამავე დროს ეხლა ეს ზაფხული მიწევს და იმიტომ ხედავ ამის აუცილებლობას ვიყო მენეჯერი და რას გულისხმობ ეხლა ვერ ვასწავლი თქვი და გავიმეორე ვერ ვასწავლი მე არც საჭიროებენ ათეულობით ათასობით საქართველოს მოქალაქე პატრიოტიზმის სწავლება ჩემსგან მით უმეტეს ხო მაგრამ რაც კი ნამდვილად აუცილებელია არის რიგებში მოკლედ ჩაყენება ბევრი ახალი ადამიანის და დისპოზიცია ანუ ჯარის საბრძოლო მოკლედ თქვენი მოსამართლე რომ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფების განლაგება ნაციონალური მოძრაობის მე ვალდებული ვარ არა კითხვაზე პასუხს გავცემ ბოლომდე ერთი მიმართულება აი რაზეც ახლა ვსაუბრობ ეს არის ლოჯისტიკურად პოლიტიკურად მოვძლიერდეთ მეორე ამოცანა იყო და არის რა თქმა უნდა საერთაშორისო ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარშემო და აქ ნაწილობრივ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ რო შეიძლება წარმატებას მივაღწიოთ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის. კი, მათ შორის გამოვყოფ ხა რეზოლუციას ევროპარლამენტარების მიერ, ხო, ხა ერთ-ერთმა ხალბატონმა თქვა, რომელიც დაახლოებულია აი ამ ადვოკატებთან დღეს მე უსმენე სანამ თქვენთან სტუდიაში შემოვდიოდი რომ რა უნდა ხა მელიას თქვას რომ ის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ხსენება პოლიტპატიმრის სტატუსით მისი დამსახურებაო და ნუ არ მინდოდა უხერხულია ამაზე საუბარი მაგრამ მე და მეგობრები როდესაც ვიყავით იპიპის ყრილობაზე და მე ერთი კვირა მოგვიწია გაჩერება და აწმუნდით რომ ნამდვილად 80% შანსი იმისა რომ მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციაში არ ჩაეწერათ იყო რეალური და სამი დღის ჩასულები ერთი კვირა დავჭირდა და მადლობა ღმერთს რომ ეს მოხერხდა. პრაქტიკულად ეს იყო უკვე გამორიცხული და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილიც იცის. თავადაც მიხეილ სააკაშვილის მოლოდინი იმისა რომ მისი ხსენება იქნებოდა ამ კონკრეტულ რეზოლუციაში აღარ ქონდა რატო იმიტომ რომ ევროპარლამენტარები ამ ჭუაზე არ იყვნენ და ქართული ოცნება მუშაობდა ძალიან აქტიურად საკუთარი არგუმენტებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ბევრი რამ გაგეწურება და ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაგისვათ. მაგრამ ამავე დროს ეხლა გავიგეთ მაგნაწილზე ვირფასი არის ხსნა ადამიანის მაგრამ მიხეილ სააკაშვილიც რისთვისაც იბრძვის რისთვისაც ეს მთელი მისი მარტვილობა არის ესეც ხომ არ უნდა დაგვავიწყდეს რატომ არ დაგვავიწყდეს ნიკა გაიდიას ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი. დაუშვათ, მივიღეთ ეს მოცემულობა, ასე ერქვა კიდე სხვა ჩვენამდელ სიუჟეტის დროებაში. მოცემულობა, რეალობა დადგა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ხოლ განცხადება, და რა თუ გამოაქვეყნა ყველა მისი შემდეგი ნაბიჯიც დამაჯერებლობის ხარისხს მოიმატა, საიმისოთ რომ ის დისტანცირდა ქართული პოლიტიკისგან, ნაციონალური მოძრაობისგან.
ნაციონალურ მოძრაობას რა ელის? ანუ ნაციონალური მოძრაობის წონა, მისი გავლენა, მისი პერსპექტივა, როგორ წარმოგიდგენია თქვენ, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს, რომელსაც მისი დამფუძნებელი სიტყვა გაემიჯნა სარხმარო დისტანცირდა. ანუ მე ვფიქრობ არაფერი არ შეიცვლება, მე მივესალმები ყველა გზას და საშუალებას, რაც მიხეილ სააკაშვილს დაიხსნის პატიმრობიდან და ტყვეობიდან. ანუ სტრატეგია თქვენ ამბობთ. მაინც იყო გარკვეული მამობილიზირებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნაცმოძრაობის მხარდამჭერების. რა თქმა უნდა, როგორ არ არის და ღერძია და განუყოფელი ნაწილია. უბრალოდ იმ ადამიანებს კი არ ვეთანხმები, ვინც ამბობენ, რომ ამ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის გარდა ყველა ნულები ხართ, იმიტომ რომ აი, როგორ შეიძლება ეს გიხაროდეს, ანუ ეს ასე არ არის, ეს სიმართლე, რომ ეს ასე არ არის, ამაში ჩვენი ძალა. და არც ასეთი პარტია დაუფუძნებია ამ ადამიანს და არც მე მით უმეტეს ვარ იმ პარტიის თავმჯდომარე, სადაც შეიძლება პარტიის სიძლიერე 2-3-4 ადამიანზე იდგეს ან 5-ზე და თუნდაც 20-ზე, ხო? დგას 10,000 აქტიურ ადამიანზე წლების განმავლობაში და ასე იქნება მომავალში. თუმცა განცხადებაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. მე ეჭვი ამეპარება, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, დეპუტატი, არ ვიცი, სხვა კიდევ აქტიური მხარდაჭერი დამოკიდებულად მიიღოს გადაწყვეტილებას და თუ კი მას მოუწევს გადაწყვეტილების შეცვლა გულისხმობ წევრებს შეცვლიან, მაგრამ ამ ბრძოლაში დავრჩები და დარჩებიან და თავარია ეხა გამოკრისტალდეს ის რაც ხდება და ძალიან ბუნდოვანია. მე მათ შორის რა თქმა უნდა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ განცხადებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გაავრცელებს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ეს პროცესი როგორ დასრულდება. მე ამ პროცესში ჩავერთე 2013 წელს, მე ისე ჩავერთე ამ პარტიის რიგებში ბრძოლაში გააზრებულად, როდესაც მართლაც არ იყო ადვილი, ჭარც ჩემს საახლობლოს, ანათესაულ სამეზობლო წრეშიც არავინ არ ყავდა, ვინც ამ ჩემ გადადგმულნაბის 2013 წელს მიესალმა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს რა მიზნის შესრულებისთვის ჩავერთე. მე ამ ბრძოლაში დავრჩები ამ ბრძოლაში, სანამ ეს რეჟიმი თქვენთან ერთად არ დამარცხება და ჩემთვის იქნება გადამწყვეტი, რა თქმა უნდა. ნიშნავანი იქნება. ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანა ადამიანურად არის ადამიანურად მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. მაგრამ პოლიტიკურად ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ ჩვენ იაროსლავში არ ვიყოთ და უფაში. სააკაშვილისთვისაც არის ნომერ პირველი ამოცანა. არხევს ნაციონალურ მოძრაობას. ვინ ამბობს ამას? მე გეუბნებით. ანუ თუ კი ის გამოვა არა, ისეთ რა ასე არ შეხედა იმ გზით რომელიც დაისახეს თქვათ ადვოკატებმა სტრატეგიას, რასაც თქვენ უწოდებთ და წავა ქართული პოლიტიკიდან, ეს იქნება დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის, თუ კი ის დარჩება ციხეში, ესეც იქნება დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის. არა, დარტყმა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ემოციურად, პოლიტიკურად არის უკვე, მაგრამ აი იძულებულები კი არა, ვალდებულებები ვართ. ვალდებულები ვართ, რომ თქვენგან ითხოვენ დღის წესრიგს. არა, ჩემგან ის კი არა, რომ აი ხვალ გამოუშვა სააკაშვილი. ნახო ნაბიჯები. არა, ეს დღის წესრიგი დადებული მაქვს. ეს დღის წესრიგი ყველა აქტიურმა წევრმა იცის და კონკრეტულ გეგმას ვერავინ ვერ გაწეს ივლისის თვეში, რა უნდა გავაკეთოთ ნოემბერში. უბრალოდ პარტია უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ პროტესტი იქნება ქუჩაში, ეს პროტესტი დაიჭიროს. მზად იყოს რიგითი არჩევნები იქნება, რიგითი არჩევნებისთვის იყოს მზად. რიგარეში არჩევნები იქნება, რიგარეში არჩევნებისთვის იყოს მზად. ჩვენ წლების განმავლობაში საუბრობდით 2016 წლიდან და ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შიდა პრობლემა. 14 წლის არჩევნები როდესაც სრულდებოდა, ვამბობდით, რომ 16 წლამდე სახელმწიფო ვეღარ იარსებებს. და ნაცვლად იმისა, რომ რაღაცები შეგვეცვალა, მთელი 2 წელს ვატარებდით. მადლობთ, საყვედურობენ უკვე გადავაცილეთ ნიკა. მოდებაში რომ ვერ იარსებებს 16-დან 18-მდე იგივეს ვაკეთებდით, 18-დან 20-მდე იგივეს ვიძახდით და გამოცდილებით ეხა ვისწავლე რა აღარ უნდა გავაკეთოთ და დავიწყეთ არა ნულიდან, არამედ გამოცდილებიდან, რომ მინდა ყველანაირი პოლიტიკური ორთაბრძოლისთვის ვიყოთ მზად. ხვალ რო გამოვიდეს ბიძინა იმანიშვილი, ხვალ რო გამოვიდეს და თქვას, რომ ოქტომბრის თვეში არჩევნებს გინიშნათ ასე და ასე. არ უნდა ვიყოთ მზად. ბუნებრივია, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა არის ეკლიან გზაზე სიარული და ჩასაფრებული ბიძინა იმანიშვილი მე ვშიშობ რამე სხვა სიურპრიზ გაუთვალისწინებელს არც მე არც მიხეილ სააკაშვილს და ამ პარტიას და ზოგადად დემოკრატიულ ოპოზიციურ მოძრაობას არ უმზადებდეს ის რაც შეიძლება ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდეთ. დიდი მადლობა ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის